ეს რელიეფი შეიძლება ერთი შეხედვით მოგაგონებთ აფრიკას. მაგრამ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე და ჩემს უკან თქვენ ხედავთ ვაშლოვანის გადასახედს. აი ამ ადგილებში ახლა დადიან გლები, ფოცხვერები, გარეული ტახები, ფასკუნჯები, კაკბები. ეს არის საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი მხარე. როგორც წესი მკაცრი ზამთარი აქ არც როდეს არის. თოვლი ძალიან იშვიათობაა. პრაქტიკულად ნახევრად უდაბნოში ვიმყოფებით ახლა. ჩვენ პანტიშარას ხეობის ერთადერთ გზაზე ვიმყოფებით, რომელსაც გარშემო მთელ სიგრძეზე არტყავს შვეული კლდეები. მხოლოდ აი ამ უბანში კლდეებზე მერცხლებს აქვს გაკეთებული ბუდეები და ამიტომ შეარქვეს ამ ადგილს მერცხლების ქალაქი. ამ ტერიტორიაზე ყველგან არის ქვიშაქვა, რომელიც დროთა განმავლობაში იშლება, ეროზია. ცვივდება ეს ქვები და სამწუხაროდ მერცხლების ბუდეებიც ინგრევა. ყველაფერი რაც ჩამოვარდება თუ ხემოწყდება თუ რაც მოხდება ბუნებრივად, ყველაფერი ადგილზე რჩება, ახელშეუხებელია ყველაფერი. ჩემს უკან თქვენ ხედავთ კაკბებს. წყვილად არიან კაკბები დეგალი და მამალი. წიწილები როცა გამოიჩეკებიან და ცოტა მომძლავრდებიან, მერე გუნდად იკვრებიან უკვე. ახლა ესენი უფრო ქვიშაში საბანაოდ იყვნენ გამოსულები. ჩვენ ისევ პანტიშარას ხეობის ვიწრო გზას მიუყვებით პიკაპით, რომლითაც პატრულირებენ ყოველ დღე ამ ადგილებში რეინჯერები. ჩვენ ეს გზა ჩაგვიყვანს საბერემდე. ეს არის ადგილი, სადაც უძველეს დროში მსახურებდნენ ქრისტიანი ბერები. საკმაოდ ლამაზი სანახავია, როდესაც მიდიხარ და ველურ ბუნებაში მიდიხარ და გვხვდება რაღაც. მარტო ბუნებას კი არ აკვირდები უკვე იმ ბუნებაში ცხოვრებ ფრინველებთან. ჩვენ ახლა ვართ დათვის ხევის საფეხმავლო გზაზე. აქ როგორც ჩანს მანქანა უკვე აღარ დადის და ეს არის მგლის ნაკვალევი. როგორ უნდა გავარჩიოთ მგლის კვალი ძაღლის კვალისგან. უკანა თათებს პრაქტიკულად ერთაც რო გადადგავს, მეორეთაც იგივე კვალში დგავს. ხშირ შემთხვევაში მგლის კვალს ამიტომ ხედავთ ხოლმე სამს, წინა ორი თათი და უკანა ერთი. აი აქ უფრო უკეთესად ეტყობა, ეს უკანა თათების კვალი არის. აი კიდევ ერთი მგლის ნაკვალევი. ეს არის ისევ ცხელი ნაკვალევი. როგორც ჩანს აქ მგელი ძალიან ხშირია. მოვედით სამხრეთული პრეისტორიული სპილოს ბეჭდთან. ახლა ეს მართალია მულაჟი არის, მაგრამ
ხედავთ, ქვიშაქვა არის, ქვიშაქაში იყო განმარხული ეს და დროთა განმავლობაში იშლებოდა. ის ამჟამად იმყოფება ახლა ჩვენთან სამსახურში, მუზეუმში გვიდევს და იგივე ანალოგიური არის გაკეთებული და მიკროლი გვაქვს. ხშირ შემთხვევაში მოდიან ვიზიტორები ფეხით, ტელეფონი არ იჭერს, არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს სხვა, უტარებთ ინსტრუქტაჟს, როგორ უნდა მოიქცნენ ველურ პირობებში. კარგად ხედავთ აქ, ადამიანი არ არის, არაფერი არ არის. არის მომენტები, როდესაც მარტო გადაადგილდება. მას აუცილებლად უნდა დაელაპარაკო რა და როგორ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს. ბინა არის, წემსი არის, ოთარი ქვია, მეტსახელად გოჭი. ეს ჭამაზე დაახლოებით 5 კილო კამფეტს აჭავს ეს გოჭო, ჩვენი გოჭო. გოჭო, როგორ ხარ გოჭო? გამარჯობა. ენა? იჩიუ. აი ეს ნიჟარები ითვლის მილიონობით წელს. ანუ ეს ნიჟარები იმდროინდელია, როდესაც აი ამ ადგილზე იყო ზღვა. ეს იყო მილიონობით წლის წინ, როდესაც ნიადაგი ქვემოდან ამოვიდა, აი ეს ნიჟარები ჩაეკირა მიწაში და დღეს ჩვენ ვხედავთ მილიონობით წლის წინამდელ ნიჟარებს. ჩვენ ვიმყოფებით უსახელოს გადასახედზე, უღელტეხილზე. აი ეს რელიეფის ფორმები არის ეგრეთ წოდებული ბედლენდები, დანალექი ქანები არის და ეგზოგენური პროცესების შედეგად აი ესეთი ზღაპრული ფორმები აქვს მიღებული, კოშკისებური, სვეტისებური. ძირითადად ქვიშნარი თიხნარებისაგან შედგება და აქ ფსევდო კარსტი არის თიხაში გამომუშავებული, ზოგადად კარსტი კირქვაში არის გამომუშავებული ხოლმე, მაგრამ აქ თიხაში ხდება გამომუშავებული კარსტული ძაბრები, კარსტული ჭები და იმიტომ ქვია ფსევდო კარსტი. ასეთი მთები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამერიკაში და მას ინდიელები ეძახდნენ ბედლენდებს, ანუ იქ არ იყო საძოვრები, შესაბამისად ამისთვის ის იყო გამოუსადეგარი. და ზუსტად ასეთი მთები აქ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე არის წარმოდგენილი. ამ ადგილს ეწოდება უსახელოს გადასახედი. ეს უსახელოს გადასახედიდან მიჯნის ყურეში ჩასასვლელი საოცრად ექსტრემალური გზა არის. სარკმელს აქვს თავისი ნაყოფი, რომელიც ძალიან ცხიმიანი არის. შეიცავს ძალიან მაგარ მცენარეულ ცხიმს. სარკმლის ხეს ხშირად სტუმრობს აქაური ყველა ცხოველი, იმიტომ რომ მისის ხავს ისეთ ნაყოფს, რომელიც არის ძალიან ცხიმიანი და ცხოველები ამით ზამთრისთვის იმარაგებენ ენერგიებს. აი ამიტომ რეინჯერები აქ ამონტაჟებენ ფოტოხაფანგს, რომ დააფიქსირონ აქ მოსული ცხოველები. არის მომენტები, როდესაც პრაქტიკულად თავიდან ფეხებამდე სვლელები ვართ, მაგრამ ამასაც თავისი ეშხი აქვს და თავისი ელფერი აქვს. დღეისათვის მე
ბედნიერი ადამიანი ვარ, როდესაც მოვდივარ. და მხვდება ამდენი ფრინველი და ცხოველი. თუ არ გიყვარს ბუნება, ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში. დაცული ტერიტორიის ზოგადი დანიშნულება არის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, დაცვა, შენარჩუნება და სადაც საჭიროა აღდგენა კიდეც. გარდა ამისა, წარმოებს სამეცნიერო საქმიანობა, კვლევა მონიტორინგი, ეკოტურისტული საქმიანობა, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა, სხვადასხვა ყოფითი სამეურნეო საქმიანობა და ყველა ამ საქმიანობაში რეინჯერები არიან აქტიურად ჩართულები. სწორედ ჩვენი რეინჯერების თავდადებული შრომის შედეგია ისიც, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ ევროსაბჭოს ევროპული დიპლომი გადაეცა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას. საქართველოში ეს პირველი დაცული ტერიტორია, რომელმაც ეს საპატიო ჯილდო მიიღო. რეინჯერებთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს დამსახურება არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობის, რომლებიც ყველანაირად გვერდში გვიდგენა და კიდევ იმ წინათაობის თანამშრომლების, რომელთა მართლაც თავდადებული შრომის შედეგია, რომ დღეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორია ევროპული მნიშვნელობის, საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორია არის. სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ აქ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. როგორც ხედავთ, ეს ჭალები არის, ალაზნის ჭალები. და მიმდებარე სახნავი ნაკვეთების არენდატორებმა, მეპატრონებმა არ ვიცი, ცეცხლი გაუჩინეს ნახორბლარს და ცეცხლის ზოლი გამოხვა აი ამ კიდეს და შეიქმნა საშიშროება, რომ შემოსულიყო ჩვენ ტერიტორიაზე და ცეცხლი გაჩენოდა ჭალას. შესაბამისად, ჩვენმა რეინჯერებმა, მორიგე რეინჯერმა და ის რეინჯერები აქვე არის სოფელი საბათრო, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. მობილიზაცია გამოცხადდა და დაიწყეს ცეცხლის ჩაქრობა. თან პერიოდი იყო, ზუსტად ეს პერიოდი იყო, როცა ბინდდებოდა. მაღალი იყო ჩალა თვითონ ხორბლისა და შესაბამისად ცეცხლის სალიც მაღალი იყო და კვამლი იყო ძალიან დიდი. ამ კვამში და ამ სიბნელეში ჩვენმა რეინჯერმა ორიენტაცია დაკარგა, გზა ვეღარ გაიგნო და იმის მაგივრად, რომ სახლისკენ წამოსულიყო, წავიდა კლდისკენ და აი ამ კლდიდან გადავარდა ძაბლა მდინარეში და სამწუხაროდ დაიღუპა. იყო ძალიან ერთგული, ძალიან წესიერი კაცი, დურსუნი აბაშიძე, აჭარელი ადამიანი, რომელიც აქ იყო მაღალმთიანი აჭარიდან ოჯახით გადმოსული და დასახლებული. ყველას ძალიან გული დაგწყვიტა. შემდეგ ჩვენი ადმინისტრაციის თხოვნით დაცული ტერიტორიების სააგენტო მისი შვილი მიიღო რეინჯერად და ის დღემდე ჩვენთან ერთად მუშაობს. ჩვენი მოგზაურობა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ამით თავდება. და აი ჩემს უკან თქვენ ხედავთ კაკლის ყურის სარეინჯეროს, სადაც რეინჯერი რჩება და სამორიგეოდ ემზადება.